მოგესალმებით სოფელი დილის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო. ვიცით, რომ ჭადრაკი თქვენ სკოლაში შემოსულია უკვე და ბავშვები მეცადინეობი და მე ერთ-ერთმა მასწავლებელმა შაქრო შხენდი გამომიგზავნა რამოდენიმე კითხვა ბავშვების მიერ დასმული, რომელსაც მე შევეცდები ახლა უპასუხო. პირველი კითხვა წავიკითხავ პირდაპირ. სესილი, პირველი კლასი. გახსოვთ, როცა პირველად ითამაშეთ ჭადრაკი და იმ წუთას რას გრძნობდით ეს თქვენთვის? თამაში იყო თუ რაღაც განსაკუთრებული სწავლობდით? მართალი გითხრათ, მას შემიძლია ჭადრაკის თამაში ვისწავლე ბავშვობაში. სხვა ბევრ თამაშს ვთამაშობდი, იმიტომ რომ მყავდა ძმები 4 უფროსი, მეზობლებიც უმრავლესობა ბიჭები იყვნენ და ბევრი რამის თამაში ვისწავლე და მათ შორის ჭადრაკის. ამიტომ მაშინ ამაზე ფიქრი ნამდვილად არ მქონია. უბრალოდ მე ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ როცა მე პირველად ვითამაშე საჭარაკო ტურნირში, მე გამიჩნდა ინტერესი, რომ გავყოლოდი ამ სახეობას. მეორე კითხვა, ევა, მეორე კლასი. თქვენ ალბათ უამრავი პარტია გაქვთ დათამაში, მაგრამ თუ გაქვთ ერთი განსაკუთრებული, რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებთ და გულში ინახავთ. ასეთი პარტიები ბევრი მაქვს, მაგრამ რაღაცა ერთ განსაკუთრებელზეა ლაპარაკი. ვიტყვი ისეთ პარტიაზე, რომელმაც ასე ვთქვათ, საბოლოო გამარჯვება მომიტანა და 2 ტურით ადრე გამომარჯვებინა ტურნირში, რომელმაც მე მომცა საშუალება მე მეთამაშა მატჩი მსოფლიო პირველობაზე. და ასეთი პარტია იყო იუგოსლავიაში, ვრნიაჩკა ბანიაში, თამაშობდი საზღვარშორისო ტურნირში. ვიყავი წინ მთელი ტურნირის განმავლობაში და ბოლო კონკურენტი, რომელიც შეხვდა იყო იუგოსლავიის ჩემპიონი მილუკა ლაზარევიჩი, ძალიან საინტერესო პიროვნება და მოუგე ულამაზესი პარტია მას. მისი ახსნა ახლა შეუძლებელია ასე პირად, მაგრამ ამ პარტიის მოგების შემდეგ მე მოვიპოვე უფლება მეთამაშა მატჩი მსოფლიო პირველობაზე, იმიტომ რომ შემდეგი დარჩენილი პარტიები არაფერს არ ვცვლიდა და გავედი პირველ ადგილზე. შემდეგი კითხვა. ნუგო, მეორე კლასელი. როგორ ფიქრობთ, რომელი ფიგურით იწყებ ჭადრაკში? ყველა საინტერესო თამაში და რატო? ეს კითხვა ცოტა ისეთია, რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, შეუძლებელია საერთოდ ჭადრაკის დაფაზე სვლას იწყებენ თეთრები. უფრო ხშირად ახალგაზრდები როგორც წესი პირველად თამაშობენ 4-ით იწყებენ თამაშს. რატომ ახსენებ 4-ს? იმიტომ რომ ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს უფრო გაშლილი თამაში თავიდან, იმისათვის რომ თუ დაინტერესდი მე ბავშვებო, შემდეგ შეცვლით უკვე და გადახვალთ სხვა შესაძლებელ პირველ ცვლებზე. და ასეთი ბლები ძალიან ბევრია. რამდენი მოჭადრაკეცაა, მოჭადრაკე ძალიან ბევრია შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა სხვადასხვა ზოგს უფრო პოზიციური პარტიები აინტერესებს, ზოგს აინტერესებს ესეთი დახურული პოზიციები, ზოგს აინტერესებს ღია პარტიები. ხო და პროფესიონალი თუ ადამიანი, ხო? საერთოდ ყველაფერში ამ კუთხით უნდა იყოს ძლიერი. ამიტომ მე თუ თქვენ დაინტერესება იქნება, თუ თქვენ მოინდომებთ და გაყვებით ჭადრაკს, უნდა იყოთ კონცენტრირებული, უნდა მთელი სული და გული ჩადოთ, რომ გაიუმჯობესოთ და ასე ვთქვათ, თქვენი ნიჭი გაბუცდოთ და არ დაიკარგოს, იმიტომ რომ არცერთ სახეობას ეს ჭადრაკია თუ სხვა რამე არ უყვარს ისეთი არასერიოზული დამოკიდებულება. ბევრი დაკარგული ნიჭი მენახია და მე მინდა თქვენ გისურვოთ, რომ ბევრი მათგანი ყოლობდეთ, ვინ ჭადრაკს მართლა სერიოზულად ითამაშებს და თუ ითამაშებთ, გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღოთ თქვენც, მაგრამ სიამოვნებაზე უკვე მეტი შრომა ჩადოთ და ამითი თქვენ თავს მოუტანოთ
კარგი შედეგი, რითაც გაახარებთ როგორც თქვენს ოჯახს და საკუთარ თავს, ისე მთელ საქართველოს.